ირანმა მძვინვარებით უპასუხა ომანის ხურეში და ხელში ჩაიგდო რუი ჩუანი, ჰონდურასის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც საზღვაო კონსულტანტები მიიჩნევენ მცურავ არსენალად, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების ქსელთან, რომელსაც ჩინური სტრუქტურები მართავენ, დატვირთული იარაღითა და აღჭურვილობით, რომელსაც იყენებენ კერძო ჯგუფები კომერციული გემების დასაცავად. ამ პარასკევს 2026 წლის 15 მაისს ეს შემთხვევა პოლიტიკური ბომბის ეფექტი მოახდინა. რადგან დაკავება მოხდა ფუჯაირიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ახლოებით 38 საზღვაო მილის მანძილზე ჰორმუზის სრუტის შესასვლელთან ახლოს. იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენდა პეკინზე, რომ ირანის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარება არ გაეწია, არასანქცირებული პირები ავიდნენ გემზე, როდესაც ის ღუზაზე იდგა. გამორთეს საზღვაო გამჭვირვალობის ჩვეულებრივი სისტემა და გემი ირანის წყლებისკენ წაიყვანეს. ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დასტურებულა. შეფასება მძიმეა. თეირანი კოლექტიური ძალის მსგავსად არ მოქცეულა. მაგრამ როგორც კუთხეში მიმწყდეული რეჟიმი, რომელიც ცდილობს ზღვაზე უპირატესობა მოიპოვოს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან და სამხედრო ველზე პოზიციები დაკარგა. ეხლა ამ ჩინური არსენალის მოპარვა დონალდ ტრამპს აძლევს ძლიერ არგუმენტს გააძლიეროს საზღვაო ზეწოლა, ჩინეთისგან ახსნა განმარტებები მოითხოვოს და რევოლუციური გვარდია საერთაშორისო ნაოსნობის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნიოს. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გინდა არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხალისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ეს ქმედება ჩვეულებრივ დაკავებად არ განუხილავთ. გემი, ნავთობის ტანკერი არ იყო, არ გადახავდა მგზავრები და არ ასრულებდა ჩვეულებრივ კომერციულ რეისს. ის ფუნქციონირებდა როგორც საზღვაო საწყობი, კერძო უსაფრთხოების იარაღებისთვის, ეს არის სტრუქტურის ტიპი, რომელსაც იყენებენ კომპანიები, რომლებიც სავაჭრო გემებს ზღვაშიცი თავდასხმებისგან იცავენ. პრობლემა ის არის, რომ სპარსეთის ყურეში, კრიზისის დროს, ასეთი ტიპის ხომალდის შეუმჩნეველი სამიზნე აღარ არის. როდესაც ირანთან დაკავშირებული ადამიანები ესეთ გემს იკავებენ, პირველი აზრი ის არის ის, რომ თეირანი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ზეწოლის შესაძლებლობა ზღვაში, ისე რომ არ მოუწიოს ღიად იარაღის შეძენის გამოცხადება. ისლამური რევოლუციური გვარდია ამ ოპერაციის მთავარ სახელად მოიხსენიება. საზღვაო სიახლეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხომალდი დაახლოებით 38 საზღვაო მილის დაშორებით ფუჯაირას ჩრდილო-აღმოსავლეთით სტრატეგიულ ტერიტორიაზე არაუფლებამოსილმა პირებმა დაიკავეს. რადგან ის მდებარეობს ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელთან ახლოს. აბორდაჟის შემდეგ გემის სატრეკინგო სიგნალი გააქრა და კავშირი ხომალდთან დაიკარგა. ამ დეტალმა განგაში გამოიწვია. როდესაც ხომალდი იდენტიფიკაციის სისტემიდან ქრება და ირანის წყლებისკენ მიემართება, დამოუკიდებელი შემოწმების შანსი მცირდება და გემზე არსებული რეალური ტვირთი თეირანის ხელში გადადის. ყველაფერს ფეთქებაც ის ჩინური კავშირი ხდის, რომელზეც ახალ ამბებში მიუთითეს. ხომალდი მოხსენებებში ჩანს როგორც ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების კომპანიებთან დაკავშირებული, ან მათ მიერ ოპერირებული. ამან სერიოზული ეჭვები გააჩინა. დიპლომატიურ დონეზე ჩინეთი აცხადებდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია და ირანის სამხედრო კონტროლის გარეშე უნდა ყოფილიყო, იმ დროს, როცა ჩინურ საზღვაო ქსელთან დაკავშირებული არსენალი ირანმა ჩაიგდო ხელში. ეს ფაქტი თავისთავად უკვე აჩენს ჩრდილს პეკინზე, რადგან თეირანმა ყველაზე ხელსაყრელ დროს მიიღო ცდომა სენსიტიურ ხომალდზე, ტრამპისთვის. პეკინში უკვე განაცხადეს, რომ სი ძინპინი თანხმდებოდა, ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას. ამერიკის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ სი ძინპინმა პირობა დადო ირანისთვის სამხედრო ტექნიკას არ გაგზავნისო. აქ სწორედ ხდება ხუიშუანის ეპიზოდი, პოლიტიკურად მავნე. თუ ჩინეთმა პირობა დადო, რომ თეირანს არ დაიარაღებს და მალევე გემი, რომელსაც მცურავი არსენალი უწოდეს, ირანის წყლებში წაიყვანეს, ეს აძლევს პოლიტიკურ არგუმენტს, რომ ჩინეთის თამაში ყურადღებით უნდა იყოს კონტროლირებული. ირანმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცდილობს აღიდგინოს ზეწოლა რამდენიმე კვირის ბლოკადის, თავდასხმებისა და სამხედრო გამოფიტვის შემდეგ. არ არსებობს საჯარო დადასტურება დაღუპულების შეხუპულების შესახებ ხუიშუანის დაკავებისას. ცნობილია ის, რომ გემზე ავიდნენ, ირანისკენ წაიყვანეს და მასთან კონტაქტი დაიკარგა. სხვა ახლომდებარე ინციდენტში ინდური ხომალდი სახელად აჯი ალი ომანის წყლებში დაესხნენ თავს, ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. ამ შემთხვევაში ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 14-ვე ეკიპაჟის წევრი უსაფრთხოდ გადაარჩინა ომანის სანაპირო დაცვამ. ანუ ჯერჯერობით ამ ორ შემთხვევაში, რომლებიც ერთსა და იმავე საზღვაო კრიზისულ გარემოში მოხდა, დადასტურებული ინფორმაცია სერიოზული მატერიალური ზიანის პირდაპირ საფრთხის შესახებ ნავიგაციისთვის და არც ერთი გარდაცვლილი არ დადასტურებულა აჯი ალიზე.
რასაც ეკიპაჟის წევრები და ოპერატორები იქ აკეთებდნენ, ეს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხუიშუანის შემთხვევაში გემი ღუზაზე იდგა და საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდა. ინახავდა იარაღსა და აღჭურვილობას კერძო დაცვის მისიებისთვის. ეს ხომალდები არსებობს იმიტომ, რომ ბევრ სანაპირო ქვეყანას აქვს რთული წესები იარაღის მათი პორტებში შეტანაზე. მიწაზე, კონფისკაციის თავიდან ასაცილებლად, კომპანიები იარაღს ღია ზღვაში, საცავ გემებზე ტოვებენ. მაგრამ ეს გამოსავალი ყურეში, რომელიც დაძაბულობით არის სავსე, მახედ იქცა. ირანმა ზუსტად ის ტიპის სამიზნე იპოვა, რომელსაც სამხედრო უპირატესობასა და პოლიტიკურ პროპაგანდად გადააქცევდა. ამერიკელების რეაქცია უკვე მზადდებოდა ამ დაკავებამდე კიდევ. ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელია, კონგრესს განუცხადა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის სარაკეტო, დრონებისა და საზღვაო შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, კუპერმა აღიარა, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს საშუალებები, რათა საფრთხე შეუქმნას გემებს და შეინარჩუნოს შიში. ამერიკას არ სჭირდება ახალი ომის იდეის გაყიდვა. გამართლება უკვე მზადდება ადგილზე. ნავიგაციის დაცვა, ირანული მოსაკრებლის აღკვეთა, ზღვაში ნაღმების თავიდან აცილება და ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ სავაჭრო გემების მძევლებად გადაქცევის აღკვეთა. თავად კუპერმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა აიღეს რისკი, რათა გაეხსნათ გზა ჰორმუზის სრუტეში, გამოიყენეს ანტისარაკეტო დაცვით აღჭურვილი დესტროიერები და 100-ზე მეტი თვითმფრინავი, უპილოტო პლატფორმები და 15,000 სამხედრო, რათა დაიცვან სავაჭრო გემები. ცურავი არსენალის დაკავება ასევე ასუსტებს ირანის განცხადებას, რომ თეირანი მხოლოდ გარე აგრესიებზე რეაგირებს. როდესაც შეიარაღებული ძალა აბორდაჟს უწყობს ანკერად დგომ გემს არაბთა გაერთიანებული საამიროების მახლობლად და გადაჰყავს ირანის წყლებში, ეს ქმნის სახელმწიფო მეკობრეობის პოლიტიკურ სურათს. ირანს სურდა ძალის დემონსტრირება. მაგრამ საბოლოოდ სწორედ ის ქცევა გამოავლინა, რაც ტრამპს ეხმარება, რომ ყურეში უფრო მკაცრ პასუხს დაუჭიროს მხარი. ეხლა რა მოხდება შემდეგ დამოკიდებულია სამ ნაბიჯზე. ვაშინგტონი ამ შემთხვევას გამოიყენებს პატრულირების გასაძლიერებლად, საეჭვო ხომალდების დასაკვირვებლად და მოკავშირეებზე ზეწოლისთვის, რომ რევოლუციური გვარდია პირდაპირ საფრთხედ აღიქვა ნავიგაციისთვის. ჩინეთზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდება, რადგან ტრამპი მოითხოვს, რომ პეკინმა პრაქტიკულად დაამტკიცოს, რომ თეირანისთვის არ ამარტივებს ირიბ სამხედრო მხარდაჭერას. ირანი შეეცდება დაკავებული ხომალდი ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. იქნება ეს მარაგების გასაძლიერებლად თუ იმის საჩვენებლად, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ზღვის სივრცეში ვითარების დაძაბვა. კრიზისი ამ დონემდე მივიდა, რადგან თეირანმა გააცნობიერა, რომ სამხედრო პოზიციები დაკარგა და სწრაფი გამარჯვების მიღწევა ზღვაში სცადა. თუმცა ჩინური არსენალის მოპარვამ საშიში კარი გახსნა. ირანმა ძლიერის იმიჯს დაემშვიდობა. იმის ნაცვლად, რომ ძლიერი გამოჩენილიყო, ირანი უფრო იარაღისთვის, მოლაპარაკების ბერკეტისთვის და კონტროლის იმიჯისთვის სასოწარკვეთილად გამოიყურებოდა. ნილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ნილსონ ალვესის საზოგადოებაში.